ფიქრობ უნდა ვიბრძოლო. ხომ იცი შენს გვერდით ცხოვრება ადვილი არ ყოფილა. ხალხი მე მხედავს და შენზე ფიქრობს. ამ ბრძოლის შემდეგ კი ყველაფერი გაუარესდება. ასე არ უნდა იყოს, მაგრამ ასეა. რატომ? შენ ხომ კარგად ცხოვრობ? რა გვარი ვარ? სწორედ ამიტომ აქვს ეს სამუშაოც. სწორედ ამიტომ მეგობრობ ჩემთან ხალხი. ახლა კი ცოტა გამოვსოცხლდი. ჩემი დავიწყე მუშაობა, ფულის კეთება და ახლა იგივე თავიდან განმეორდება. ახლა კი გთხოვ, რომ ჩემს გამო არ იბრძოლო. ეს შენთვისაც და ჩემთვისაც ძალიან სურათად დასრულდება. გესმის? ფიქრობ რომ რამეს გიშავებ? ხო, იმიტომ რომ ასეთი ხარ. ეს არასდროს მდგომებია. ვიცი რომ ეს არ გინდოდა და ყველაფერი თავისით ხდებოდა. არ გადარდებს ხალხი რას ლაპარაკობს. ნუ თუ არ მოგბეზრდა რომ მასხარად გიგდებენ და შენთან ერთად მეც დამცინიან. ფიქრობ ეს სწორია? ასე გონია? ვერ დაიჯერებ, მაგრამ პატარა რომ მიყავი, აი აქედეოდი. ხელში მეჭირა და დედა შენს ვუთხარი. ეს ბავშვი მსოფლიოში საუკეთესო იქნება მეთქი. საუკეთესო მათ შორის, ვისაც კი ოდეს მეიცნობდნენ მეთქი. მართლაც კარგი და მშვენიერი იზრდებოდი. შენით ბედნიერი ვიყავი, ძალიან მიყვარხარ. შემდეგ კი დადგა დღე, როცა დამოუკიდებელი უნდა გამხდარიყავი. და გახდი კიდეც, მაგრამ ძალიან შეიცვალე. შენ განსხვავებული ხარ. ხალხს აძლევ უფლებას იზგითხან რაც უნდათ, რომ არა დაუბახარ. და როცა პრობლემები გაქვს, ეძებ ვიღაცას, ვისაც შეგიძლია ეს ყველაფერი დააბრალო. და ახლა ეს მე ვარ. ნება მომეცი გითხრა ის, რაც უკვე იცი. ცხოვრება ასეთი ადვილი და თბილი არ არის. ცხოვრება ძალიან ძლიერი და ბოროტი დამაა. და არა ინტერესებს რამდენად ძლიერი ხარ. იცოდე მუხლევსა და გაჩოქებს და სულ ასე გამყოფებს. თუ რა თქმა უნდა უფლებას მისცემ. მე შენ და ვერავინ შეძლებს იმაზე ზიერად დარტყმას, ვიდრე ცხოვრებაა. მაგრამ თავარი ის არა, რამდენად ძლიერად ურტყამ. თავარია, რამდენად შეგიძლია ეს დარტყმა მიიღო და ცხოვრება გააგრძელო. რამდენი შეგიძლია იტანო და წინსვლა განაგრძო. გამარჯვებას მხოლოდ ასე მიაღწევ, გესმის? თუ იცი ვინ ხარ და რა გინდა, მაშინ უნდა იბრძოლო. მაგრამ შენ მზად უნდა იყო დარტყმის მისაღებად და თითებს არ უნდა იშვერდე. არ უნდა აბრალებდე შენს წარუმატებლობას. მე შენან სხვა ვინმეს. რადგან ასე მხოლოდ ლაჩრები იქცევიან და შენ ლაჩარი არ ხარ.